სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ქართული ოცნების ლიდერმა სამართალდამცველებს მოუწოდა შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ ხომარ იკოთება დანაშაულის ნიშნები. ირაკლი კობახიძე ასევე პარლამენტს სთხოვს საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია. საზოგადოება ხშირად გამოხატავს უხელს იმის გამო, რომ ქართულ სუპერმარკეტებში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატება. საკითხის შესაფასებლად შევარჩიეთ რამდენიმე ძირითადი სასურსათო პროდუქტი, შევადარეთ საქართველოსა და ევროპის კონკრეტულ ქვეყნებში ამ პროდუქტების ფასები და გავაანალიზეთ ასნამატი სტრუქტურა, მათ შორის ქსელური მარკეტების სავაჭრო პრაქტიკა. ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც საკმაოდ დიდია. საქართველოსა და საფრანგეთში ერთი და იგივე საერთაშორისო ბრენდის ქსელურ მარკეტებს შორის ფასები რომ შევადარეთ, საქართველოში კონკრეტული მარკის ცესუმძირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია. ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით საშუალოდ 86% შეადგენს. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ, საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში მარკეტების ოპერირების ხარჯები, ფართის იჯარა, შრომის ანაზღაურება, კომუნალური ხარჯები და სხვა ბევრად უფრო მაღალია. ასევე ძალიან მაღალია დისტრიბუტორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟაც, რომელიც საქართველოში, როგორც წესი, 6-დან 13.5%-მდე მერხევს. პროდუქცია ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაგესრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მომგებიანია საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ. ამიტომ არის, რომ ხშირად ქართულ მარკეტებში მრავლად ნახავთ ისეთ უცხოურ პროდუქტს, რომელიც ქართულ კომპანიებს საზღვარგარეთ გააქვთ. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სახელმწიფოს ინტერესი პირიქით ქართული წარმოების სახალისება და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებაა. მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ. ბოლო 5 წლის განმავლობაში ქსელური მარკეტების რაოდენობა ქვეყანაში ორჯერ გაიზარდა. შედეგად დღეს საქართველოში 100,000 კაცზე 113 მარკეტი მოდის, როდესაც გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45, ხოლო ავსტრიაში 62-ია. ლოგიკურია, რომ ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებული ხარჯები პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. წინასწარი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად მაღალ ფასებს განაპირობებს. მაგალითად, ესაა ეგრეთ წოდებული ქსელის ქეშბექი, მაღაზიაში შესვლისთვის დაწესებული საფასური, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ასე შემდეგ. რასთავარია, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შეასრულა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესალონ საკითხი და დაადგინონ ხომარ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს შექმნა საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერგეტებს გამოიყენებს. პარლამენტი სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების საჯარო შესწავლას დაიწყებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის ვიდეოს საპასუხოდ წერს. პაპუაშვილის თქმით, საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას. მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები, დაწყებულია პროცესი. ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები. ღია დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში.
საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას, წერს პაპუაშვილი. საცალო ქსელები და დისტრიბუტორები სამომხმარებლო ბაზარზე გაზრდილ ფასებს, სამომხმარებლო პროდუქტებზე მაღალ ფასდამაცად და პრემიერის მოწოდებას ეხმაურებიან. ისინი საკუთარ მიზეზებს განმარტავენ, ეკონომიკის სამინისტროში კი პრობლემის სიღრმისეულად შესწავლაზე მიუთითებენ. საქართველოში სავაჭრო მიწოდების ჯაჭვებში ფასდამატი საკმაოდ მაღალია. პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასდამატი დაახლოებით 90%-ში ადგენს. ცალკეულ პროდუქტებზე დღგ-ს გამორიცხვით ფასდამატი ორჯერ და უფრო მეტად იზრდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ მაღალია ფასთაშორის სხვაობა ქართულ და ევროპულ ქსელურ მარკეტებს შედარებით, კერძოდ შესადარის პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20-დან 180%-მდე უფრო მაღალია. ქართულ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც განაპირობებს ის სახელშეკრულებო პირობები, რასაც ქსელური მარკეტები ადგილობრივ მწარმოებლებს უწესებენ. იძულებულია მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია ფასნამატი კონდეს მაღალი, რომ შეძლოს საერთოდ ოპერირება. მათ შორის ჩვენ როდესაც ფასთან მიმართებით ვსაუბრობთ, აქ არ არის მხოლოდ ეს პრობლემა გამომწვევი, ხო, არსებობს მთელი რიგი სხვა გარემოებები, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. მათ შორის თუ ჩვენ ვედრებით ევროპის რომელიმე ქვეყანას ფასნამატთან მიმართებაში და მოგების მარჟასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შევადაროთ თუნდაც საბანკო პროდუქტი, ხო? თუ იქ ბიზნესისთვის არის 4%, საქართველოში არის 15%. ეს ყველაფერი საბოლოოდ იმხელა წნეხი არის ფასზე, რომ საბოლოოდ ზარალდება მომხმარებელი და არც ერთი მწარმოებლის ინტერესი არ არის, რომ მაღალი ფასი გქონდეს, თუ ის იძულებული არ ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პრემიერი ამახვილებს წმინდა მოგებაზე საუბრობს, ხო? საქართველოში ბიზნესის უმრავლესობა სესხებით არის და შესაბამისად საბანკო ვალდებულება აქვს, რაც საკმაოდ მაღალია. ამასთანავე აქვს უნიფორმალურად 18% მარტო დღგ-თ რო ვიმსჯელოთ, ესე რომ ვთქვათ, ყველა პროდუქცია არის გამონაკლისი ადგილობრივი პროდუქტები, რომლებიც ბრუნვაში ძალიან დიდ როლს არ თამაშობენ, მაგრამ ფიქსირებულად 18%, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ წმინდა მოგებაზე ვსაუბრობთ 7-14%, რომელიც კითხვა მაქვს მართლა და ალბათ ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, ხა გამოვიწვიო ქვეყნის პირველი პირი ამაში, მაგრამ არსებითად მნიშვნელოვანია 14% წმინდა მოგება, როდესაც აუდიტირებული და საჯაროა ინფორმაცია, რომელ კომპანიას დაუფიქსირა ეს წმინდა მოგება, საუბრობს დისტრიბუციის ნაწილზე ღირებულებათა ჯაჭვში თუ პირობითად საცალო ქსელებზე. თუ სახელმწიფო ზოგადად ინტერესებს იცავს საზოგადოების, ის აუცილებლად ბიზნესს აძლევს სტიმულს და რა სტიმულზე გულისხმობ, ნახეთ, ეს არის გარკვეულ პროდუქტზე პირობითად შემცირებული გადასახადები, რომელიც ამცირებს ხარჯთა სტრუქტურაში ხარჯს, რომელიც კომპანიამ უნდა გადაიხადოს, რაც ამცირებს ფასს და შესაბამისად მომხმარებელი არის მომგებიანი. რატომ ღირს პროდუქტები საქართველოში ძვირი და რეგულირდება თუ არა ფასები რეალურად? ამ საკითხის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კობა გურულმა მეგატივის ეთერში რამდენიმე თვის წინ ისაუბრა და კონკრეტული მაგალითებით ახსნა თუ რა იწვევს ფასის ზრდას. პროდუქცია მოგეხსენებათ, რასაც ჩვენ ვიზენთ არსებობისათვის დაგვჭირდება, ეს ან იქმნება ადგილზე, უმეტეს შემთხვევაში იმპორტირებული არის, ჩვენ ძალიან მცირე გვაქვს წარმოება და პირობითად დავუშვათ, განვიხილოთ ადგილზე შექმნილი არ აქვს მნიშვნელობა ის. კი ბატონო, გისმენთ. ავიღოთ დავუშვათ მაკარონი. ყველაზე ესეთი პროდუქტი, რომელიც ყველაზე ასე ვთქვათ, მოხმარებადი არის და არის ფუფუნების ესეთი საკვები, ხო? ავიღოთ რა? თქვენ მაგალითად, ალბათონი თამარი, ბრძანდებით მაკარონის ფაბრიკის მფლობელი. თქვენ გათვლა გააკეთეთ. პირობითად გეუბნებით, რომ გაიგოს მაყურებელმა, თქვენ გააკეთეთ ეკონომიკური გაანგარიშება, ერთი მაკარონის დამზადების თვითღირებულება გიჯდებათ 3 ლარი. რას ნიშნავს თვითღირებულება? თვითღირებულებაში ეს არის ნედლეული, რომელიც უნდა შეიძინოთ მისაწარმოებლად, ჩადებული სახელფასო ხელფასი წარმოებისათვის გვჭირდება სპეციალისტები და საქმრობლები, ვინც აქვს, კომუნალური ხარჯები იმას ჭირდება, ელექტროენერგია იმას ჭირდება, გაზი და იმაში ყველაფერი ღირებულება შედებული და თვითღირებულება. ანუ რაც დაჯდა უხეშად რო თქვა პროდუქციის წარმოება. ავიღოთ მაკარონი. კი ბატონო, ერთი შეკვრა მაკარონი. ავიღოთ ერთი ცალი მაკარონი დავუშვათ და 3 ლარი. ეხლა ეს არის ის ღირებულება, რომელშიც ამან ხარჯები გაწია და ჩადო. ეხლა საწარმოომ ხომ უნდა იმუშაოს რაღაც მოგებაზე, ხო?
მოგებაზე რომ იმუშაოს, ოღონდ ერთი რამე, ამაში ხელფასებით ჩადებული, ანუ ხელფასი პირობითად ახლა კომპანიას უნდა დარჩეს საწარმოს მოგება. პირობითად ავიღოთ, რომ ფასნამატი 30% უნდა დაამატოს მე საკუთრე ქარხნის თუ ფაბრიკის და ამან შეიძლება გასცეს 30%-ის დანამატით 3 ლარში და 91-ში. ეხლა დგას ფაქტობრივი მოცემულობის და გარემოების წინაშე. სად უნდა გაყიდოს? გამოვიდა და საცალო გაყიდვის ობიექტები, რაც ჩამოთვალეთ ქსელულები, დაიწყო მათთან მოლაპარაკება. აი აქ ხდება მთელი უბედურება, რაც ხდება. ესენი აყენებენ კაბალურ პირობებს. რაში გამოიხატება ეს კაბალური პირობები? სადაც უნდა გაანთავსდეს პროდუქცია, პირობითად თარო, რომელზეც ამან უნდა გაათავსოს მწარმოებელმა, ეს თარო ამან უნდა იყიდოს 1 წლით. ფასები შეიძლება იწყებოდეს 5, 4, 6, 7 და 10000 ლარამდე 1 წლით. ადგილი 1 მეტრო. ერთჯერადად იხდის, თქვა 10000 ლარს. ეს კარგი. რაც არის. ახ არაშია საქმე. ხელშეკრულებაში გაწერილი არის cashback-ის პირობა. რას ნიშნავს cashback-ი? დავიწყოთ ახლა. თუ ეს გაუყიდის მარკეტი, ქსელული მარკეტი, თქვათ 100000 ლარის პროდუქციას თვეში და ჩაურიცხავს პროდუქციის ღირებულებას, წარმოებელმა უკან უნდა დაუბრუნოს 4000 ლარი. მაღაზიას. ბოდიში 40000 ლარი, 40%. ხვდებით რას განაუყო საქმე? cashback-ები აწიეს 35, 40 და ზოგიერთ პროდუქციაზე 50%-ზე. ანუ ეხლა მოდი გადავიდეთ არითმეტიკაზე. ლეგალურად ხდება ეს? ლეგალურად ხდება. ჩვენ კერძო, ანუ კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკა ჩვენ გვიშვებს, რომ მე და თქვენ როცა ორი კომერციული იურიდიული სუბიექტი ვართ, ჩვენ მოვილაპარაკოთ საბაზრო ეკონომიკისა და იმ პრინციპის ფარგლებში, რაც მისაღებია ჩვენთვის, მაგრამ გავაჩეროთ 3 წერტილი და მაგრამზე შემდეგ გადავიდეთ, როცა ავხსნი. რა სიტუაცია გვაქვს ამ შემთხვევაში? cashback-ი რომ ამან უკან დაუბრუნოს 40%, ეხლა ნახეთ სად მივდივართ. ვინც ახლა მიყურებს და მისმენს და მარტივად არითმეტიკულად ერთი რაღაცა უთხრა. ლარს რო დავამატოთ, ან ერთს რო დავამატოთ 20%, მივიღებთ 1 და 20. მაგრამ თუ 1 და 20 ვაკლებთ უკან 20%, 1 და 20 აღარ არის. 90-90-ზე ჩამოდიხარ. აი აქ არის მათემატიკური ეშმაკობა ჩადებული. cashback-ი რო დაუბრუნოს უკან 40%, ეს უნდა აწიოს იმ ფასამდე მწარმოებელმა, რომ 3 და 80 ვეღარ ჩამოწდეს უკან, ანუ ნამატი უკვე 40 კი არ არის, 66.5%-ია. ესე იგი 6 და 50-ში უნდა მიაწოდოს, რადგანაც ეს რომ გადაუხთის 6 და 50-ს, ნახეთ უკან წავედით, ამან 40% რო დაუბრუნოს 6 და 50-დან, ეს ფასი ამასა და ამას შორის სხვაობა უკვე უკან დაბეგრილი გამოდის 40%. მაშას ადამე 6 და 50 გახდა ის პირველი ფასი, რაც იძულებული არის მწარმოებელმა, ფაბრიკამ მიაწოდოს ამ ქსელურ მარკეტს პროდუქცია. ანუ ხდება მწარმოებელი იძულებული გააძვიროს პროდუქცია. უყენებს. ნახეთ რა ხდა ნელა მთელი მონოპოლიზება მოხდა ქსელური მარკეტების. ამ ახლა ერთმანეთში დათქმული პირობები, გარიგება, კარტერული, რომ დაუშვათ კომპანია Mars, დაუშვათ კომპანია საღეჭი რეზინი, რომელსაც შემოაქვს. დაუშვათ 1000 კიდე სურსათი სხვა იმას, რომ ამათთან ჩვენ არანაირ მოლაპარაკებაზე არ წევართ და სად გაყიდიან, მაინც ჩვენთან მოვლენ. აღარ არის ჩვენს იქეთ ქსელი, ხომ უნდა გაყიდოს, სად გაყიდეს, ახლა ფაბრიკაში ხომ არ გამოდებს და იქ ხო არ მივა მოქალაქეს აყიდლად, ხო? ამიტომ ესენი უკვე იძულებული არიან, რომ ამ მარწუხებში მოექცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაამზადებთ პროდუქციას, ვერცად ვერ მოახდენთ რეალიზაციას, იმას ვადა გაუვალ 1000 მერე კიდევ პრობლემები იქნება დამატებით. ანუ ნახეთ ხა არითმეტიკულად. მაშას ადამე 3 და 90, რომელიც იყო ის ფასი, რომელთაც თავისუფლად შეეძლო მწარმოებელს გადაეცა რეალიზაციისათვის, იძულებული გახდა ამ კაბალური ხელშეკრულების გამო 66.5% დაამატოს, რომ უკან დაბრუნებული 40% არ წავიდეს ქვემოთ თვითღირებულებაზე. ეხლა რა გვაქვს? 650-ში უკვე მიიღო ქსელურმა პროდუქცია, მაგრამ ამას კიდე უნდა დაამატოს თავისი ფასნამატი. ეს არის სულ მინიმუმი 20%. ყველაზე მინიმუმს ვიღებთ. ქსელური მარკეტი კიდე თავის ფასს ამატებს. რა თქმა უნდა, იმან უნდა დაუმატოს თავისი მოგება, ფასნამატის მოგება. მინიმუმი 20%-იანი აქვს ფასნამატი. ნუ ახლა საუბარი არის სიგარეტზე და რაღაც. ეს ზოგადად ისეთ პროდუქტებზე, რაც მასიური მოხმარების კალათა არის ჩვენთვის. 7 და 80. ანუ ნახეთ სად მივედით. მაკარონის ფაბრიკის მწარმოებელმა რო დაამზადა
ჩვენთვის, მოქალაქისთვის ერთი მაკარონი და რომლის თვითღირულება 3.30 დაუჯდა 3.90 თავის ღირულებით, ჩვენამდე მოვიდა 7 ლარში და 90-ში. ეხლა საინტერესო ფაქტორზე გადავიდეთ კიდევ. ეს ხო ჯერ ერთი უკვე 160%-იანი არის ფასნამატი, ყველაზე გაწურული. აქ თუ დავუმატებთ კიდევ რეტრო ბონუსი თვეში რო აქცია უნდა მიცეს აქციო თვითღირებულებაზე დაბლა. აქ თუ დავუმატებთ იმ ერთი წელიწადი თაროს ღირებულებას, აქ თუ დავუმატებთ რაღაცას ვადაგასოს, რომელიც ხელშეკრულების პირობების თანახმად უკან იბრუნებს მწარმოებელი, კიდევ ფინანსური რისკებია, ხო? კიდევ იზრდება აქ რისკები და კიდევ შეიძლება მომატება მოხდეს ფასის. ეხლა ნახეთ, საინტერესოა რა არის. დღეს რო ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ. მე ზრდა მაქვს ეკონომიკურიო და აჰა, მეტი შეუნდის გადასახადებიო. 6.50-დან ამა 8% გამატა და 7.80 მივიღეთ. 7.80-ად რომ თქვენ შეიძინეთ ერთი პაჭკა მაკარონი მარკეტში, იქ თქვენ უკვე DGG-ს გადამხდელი ხართ, გარკვეულწილად, იმიტომ რომ იმ 7.80-დან ჯამურად 1 ლარი და 21 DGG უნდა შევიდეს ბიუჯეტში. იმაში უკვე ჩადებულია ყველა ღირებულება. ნუ მინუსი იქ ელექტროენერგია რაც გადაიხადა და შემდეგ. აქ რომ cashback-ი უკან დაბრუნდა, cashback-ის უკან დაბრუნებაში 6.50 და 3.90 შორის ხო ეს არის 2 და 60, ამისი კიდევ DGG არის 40 თეთრი. ანუ ჯამში ლარი და 61 ამ კარტერული გარიგებით სახელმწიფო მიიღო. ჩვენ რა თქმა უნდა ვიყოთ კმაყოფილი და გვიხაროდეს რომ სახელმწიფოში ბიუჯეტში ფული მეტი შედის, მაგრამ მე მაქვს მეორე შეკითხვა. რის ხარჯზე? პენსიონერის აღარიბების ხარჯზე, როდესაც პენსიონერი ერთ პაჭკა მაკარონში იხდის 7 და 80, როცა შეეძლო პირობითაც ეს 5 ლარში და ჩატეულობა. პირობითაც საუბრობთ ფასებზე, იმიტომ რომ ერთი შეკვრა მაკარონი შესაძლოა არ ღირდეს. შესაძლოა არ ღირდეს, მე ვსაუბრობ პირობითად ფასებზე, რომ არითმეტიკული ფორმულით დავასაბუთო რასთან აგვაქვს საქმე. ეხლა თავარი რა არის? რატომ ხდება ეს? და სად არის ამ დროს შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს კონსახურები და ანტიმონოპოლიური სამსახური? მართალია კაპიტალიზმი და საბაზრო ეკონომიკა ეს არის თავისუფალი ურთიერთობა საწარმოებსა და მეწარმეებს შორის, მაგრამ რაღაც რეგულაციის კანონი თუ არ შემოვიღეთ, ეხლა რას მეუბნებიან ეს ქსეულის მაკეტებით, ყველაზე ჭკვიანები ვართ ჩვენ და ყველაზე მეტი ფული ჩვენ მიტოვიშოვეთ, სხვას ბჯობი ვარ ჭკვით, არა ჩემო ბატონო, ხერთა ხელი მოგიმართოთ, რა თქმა უნდა ჭკვიანი ხართ, რა თქმა უნდა აზრიანი ხართ, მაგრამ გეტყოდით მოწიწებით ერთ რამეს ძლიეთ სიხარბესა თქვენსა და ნუ ძარცვავთ ქართველ ხალხს. ძალიან გთხოვთ. გონს მოვეგოთ რას ვაკეთებთ. აგერ არის ფაქტი და კიდევ ერთი ფაქტი იმ კითხვას ვიმახსოვრებ, არ დამვიწყებია. კიდევ ერთი ფაქტი. საფრანგეთში წყალი 0.5 ლიტრიანი 10 ცალია შეკვრაში და 2 ევროღის შეკვრა. მასწავლამ 1 ცალის ფასი გამოდის 64. ეხლა მიბრძანდეთ ჩვენს მარკეტში და ბაკურიანი პირობითად რა არის 80 თეთრი, ზოგან ლარიც და ზოგან 90 თეთრის. კაცო, კარგი ტექნოლოგიები არა გვაქვს, განვითარებული არა ვართ იმდენს, მაგრამ წყალი ქვეყანაში სადაც ყველა ჩიხში როგორც გახვალ ქალაქგარეთ მოდის ბუნებრივად წყალი. კითხვა არა გვაქვს, რატომ იყიდება წყალი მარკეტში უფრო ძვირად ვიდრე პარიზის მარკეტში? მაშინ როცა პარიზის Forbes-დან ამოვიღე ციფრი, საფრანგეთის მინიმალური პენსია 1170 ევროა. 1170 ევრო, მას სადამე 1170 ევროიანი პენსიონერი იხდის 60 თეთრს ნახევარ ლიტრად წყალში და ჩვენ 400 ლარიან პენსიონერს ვახტებიებთ 80 თეთრს. ეს ხო ამას ხო არ ჭირდება ბევრი დასაბუთება. ცნობისათვის გამოცემა Forbes-ის მონაცემების მიხედვით საქართველოში ყველაზე მაღალ მოგებას რამდენიმე მსხვილი ქსელი იღებს. მათ შორისაა 2 ნაბიჯი, რომლის მოგება 68 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო მოგების მარჟა 6%-ია. ნიკორას მოგება 34 მილიონი ლარია, მოგების მარჟა 2.93%. მაღალი მაჩვენებელი აქვს აგროჰაბსაც, სადაც მოგების მარჟა 8.14%-ს აღწევს. ჩამონათვალშია ასევე ფრესკოც.